თანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. დაგიბრუნდით მიშა და ნინო ძველი რადიო, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად, ციცი გურიელია ჩვენთან, მწერალი, ჟურნალისტი. ქალბატონმა ციცი მე-12 კრებული გამოსცა და თოვლი იყო ქალაქი. აი ესეთი საინტერესო სახელწოდებით. მადლობა ქალბატონ ციცი, რომ მოგბრძანდით და გილოცავთ ახალი რომანის პრეზენტაციას, რომელიც როდის შედგა? 24 მაისს. და თოვლი იყო ქალაქი. რატომ იყო თოვლი ქალაქი? და არ იყო რაღაცა წვიმა ქალაქი, ან ქარი ქალაქი. დიახ. პირველ რიგში მივესალმები რადიო იმედის ერთგულსმენელს და მაყურებელს, მოგესალმებით ძალიან დიდი სიყვარულით. მადლობა. მივესალმები ჩემს მკითხველებს აუცილებლად და ძალიან საინტერესო შეკითხვაა ბატონო მიშა, თოვლი იყო ქალაქი. ზოგადად სოფლიო და ქართულ ლიტერატურაში თოვლი ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, როგორც სევდის გამომხატველი, როგორც რაღაც სიწმინდის, აი საოცარი განცდების გამომხატველია, როდესაც თოვლია და სადაც თოვლია. ნუ გალაქტიონის შემოქმედებაში, ტერენტის შემოქმედებაში, მირზას შემოქმედებაში, ბევრი მწერლის შემოქმედებაში თოვლი გვხვდება ქართულ, არა მარტო ქართულ მწერლობაში, არამედ მსოფლიო ლიტერატურის მწერლობაშიც. და თოვლი იყო ქალაქი, რატომ? ავირჩიე თოვლი, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ მიზეზით, იმიტომ რომ თოვლი გახდეს დასასრულში, თოვლი გახდეს აი მთელი მოქმედებაც ზამთარში ხდება. ანუ ზამთარი და თოვლი სიწმინდესთან ასოცირდება, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაზე, რანაირი ცუდი ამბებიც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაზე, სიწმინდე ყოველთვის გაიმარჯვებს. ნუ ამ შემთხვევაში ეს მეტაფორული აზროვნებით და ჩემი თავარი მოქმედი გმირი, რომელიც ბოლოს თოლში ზის, აი რაც ყდაზია ზუსტად აი ასე, თოლში ზის, ტროტუარზე პირდაპირ თოლში ზის. აი ეს არის, ანუ თოვლი არის განსაწმენდელი. კი ბატონო, და ქალბატონო ციცი, სანამ ჩვენ რა თქმა უნდა ამ რომანზე ვისაუბრებ და იმედი მაქვს რომ ამონარიდებსაც წაგვიკითხავთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი. მინდა აი წავიკითხო წიგს აქ, ანუ დართული მთელი ცხოვრება სულიერ თავშესაფრებს ვეძებთ, როგორც ამას სოფელში, ისე ზეცსა სოფელში. მერე ძებნი დამაშრალები მარადიულობის კარიბჭესთან ამოცლილი ლავიწებით, ცხონებად მოშრიალე წუთი სოფლის სიმაღლეს ღაპრული სიდიადის მუხებთან მივღოხდებით, რომ დედამიწურ გარდასულ მზეთა აის დაისებით დაღლილ გაწამებულებს იქაურებმა მათ გიგანტურ ჩრდილში სული მოგვათქმევინონ და მე მგონი ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია ქალბატონო ციცი და ამასობაში კიდევ ერთი აი თავსართად გაქვთ მერაბ მამარდაშვილის სიტყვები იესო ქრისტე რომ შენამდე დაიბადა ეს არავითარი გარანტია არ არის იმისა რომ შენ დღეს ქრისტიანი და კეთილი იქნები იესო ქრისტე ხელახლა უნდა დაიბადო შენში მერაბ მამარდაშვილი მართლაც არაჩვეულებრივი სიტყვებია და ქალბატონო ციცი მოდით გაგვანდეთ ანუ რინარიან თქვენი რომანის გმირები ზოგადად ინსპირაცია რა იყო და რა ხდება საიდან მოვიდნენ ესეც რო გითხრათ იცით რა მე საკმაოდ ვიცხოვრე ამ ქვეყანაზე საკმაოდ წელი რომ დამენახა ჩემს გარშემო არსებული ძალიან ბევრი ცუდი ამბები ძალადობა დამენახა ძალადობა ოჯახებში, ძალადობა ქუჩაში, ძალადობა ქალებზე, ბავშვებზე, მოზარდ გოგონებზე და ასე შემდეგ. და ამის გარდა ბევრი წამიკითხავს მე ძალადობაზე. ბევრი დაწერილა, რა თქმა უნდა.
მე არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი. კაცობრიობის ერთ-ერთი გამოწვევაა. კი ბატონო, არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, რომელმაც დავწერე დაუშვათ ძალადობაზე ამ თემას მიუძღვენი, ხო? არა როგორც მარტო მწერალმა, არამედ როგორც ჟურნალისტმაც და კი ბატონო და პირველ რიგში როგორც ადამიანმა და გამოვხატე ჩემი პოზიციები, რა თქმა უნდა და ქალთა მიმართ აი ეს ძალადობის თემა უკაცრავად არაერთ მწერალში აი მე ჩამოვწერე რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება აი ამ თემის გარშემო მხევლის წიგნი არის კანადელი მწერალი მარგარეტ ეტვუდი მე 1000 მოელვარე ზღვა ეს არის ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი ხალედ ჰოსეინი ისფერი ელის იუორკერის მეწამული და შავი ქართველების სალომე ბენიძე ყავს ქალაქი წყალზე აი ასე წარმოდგენილი და ნანი მანუელიშვილი არ დამივიწყო რომლებიც ასევე ასახავენ სხვადასხვა სახის ძალადობას თავიანთ წიგნებში და ნუ მე მინდოდა რომ ჩემი წიგნით ამესახა აი ეს რეალობა რა რეალობაც არის დღევანდელ ქართულ ოჯახებში რაც ხდება საზოგადოებაში აი საზოგადოების დამოკიდებულება შემდეგ უკვე ძალადობის მსხვერპლ ადამიანებზე ნუ ცოტა დოზით არის იქ ესე იგი ფილოსოფიაც ცოტა დოზით არის კანონმდებლობაც ცოტა დოზით ყველაფერი არის მაგრამ ყველაზე მთავარი რაც გასდევს თავიდან ბოლომდე ლაიტმოტივად ჩემს ამ ნაწარმოებს არის ის რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები რა თქმა უნდა რომ შეგვეძლოს დავინახოთ ჩვენს გვერდით მომხდარი აი ეს ძალიან სერიოზული ამბები ხო და აი ამ წიგნით და დანარჩენი სხვა წიგნებითაც ადამიანებმა უნდა დაინახონ ძალადობის ფარული ხასიათი. აქ არის ორი ადამიანის ისტორია, თულზეა ხომ საუბარი და ძალიან საინტერესოდ იშლება. ისევე როგორც თითქმის ყველა რომანში აუცილებლად იცით რა, ეს არის ურთიერთობა და მათ ირგვლივ მომხდარი მოვლენები არის ლაიტმოტივი თქვენი. კი ბატონო, ეს არის ცოტა განსხვავებული ურთიერთობა, იმიტომ რომ იმდენად რამდენადაც გოგონა არის 19 წლის სტუდენტი ქალაქში ჩამოსული უცხოამისთვის ქალაქი უცხოამისთვის აი ეს ქალაქური ქალაქის მაცხოვრებელი ბიჭების კი ბატონო ქალაქელი ბიჭების აი ეს რაღაცა შინაგანი სამყარო და მაინც გადაეყრება ისეთი ვიღაცა რომელიც უარყოფითი პერსონაჟია უარყოფითია რა თქმა უნდა ნუ თავს მოაჩვენებს და მიყავს სახლში და ნუ რომ ეუბნება რომ შენ ამ სახლის დიასახლის სილსობა მოგიხდება და ეს გოგონა იჯერებს ნუ უმწეობის მომენტია ეს არის უმწეო ადამიანზე ძალადობა ასეთი მომენტია ეს ფორმა ძალადობის კი ბატონო ნუ ფორმა ძალადობის ფორმა ეს ბიჭი ვახო რომელიც შეაყარებს თავს და ნუ გოგონა აღმოჩნდება აბსოლუტურად მარტო სხერპლი რომელიც ნუ მე შემდეგ ვითარდება ამბები ძალიან ცოტა დაუტოვოთ კი ბატონო დაუტოვოთ მაგრამ მე მაქვს აქ ერთი პატარა ამონარიდი რომელიც თქვენს სიურპრიზად შევინახე კი ბატონო წაგვიკითხეთ გისმენთ ეს ქალბატონი ლელა რომელიც ლელა გახლავთ რომელმაც დაარსა საქართველოში ძალადობის მსხვერპლ ქალთა სახლი. ეს ლელა არის ეს 19 წლის გოგონა რომელიც შემდეგ დაარსა. არა, ეს არის რეალური პერსონაჟი თუ? არა, აბსოლუტურად მოგონილია ყველა პერსონაჟი. ანუ ერთ-ერთი გმირია. ანუ ეს არის ქალბატონი რომელიც იმ გოგონას ეხმარება. ეხმარება, კი ბატონო. და მოდის ბათუმიდან თბილისში. ბათუმში რა ხდება? ბათუმში ამაზე ვილაპარაკებთ, ბათუმში რა ხდება? ავტობანზე გავდივარ. გზა გაწმენდილია თოვლისგან. ვთავ რადიო იმედს და ვუსმენ გადაცემას ჩვენ აქ ვართ. არაჩვეულებრივ ადამიანებთან ნინო მეუნარგიასა და მიშა მიმინოშვილთან ერთად. ჩვენ აქ ვართ სამყონი ნინო მეუნარგია ჩავერთო მიშა არის ძველი რადიო. კი ბატონო ვუსმენ რადიოს. თუმცა ახლა ვიყავი შენ გადაცემაში. ჩემი საავტორო გადაცემა. კი ბატონო.
მივდივარ და თან მომყვება ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მცხოვრებ ერთმანეთის გულის მესაიდუმლი ადამიანების ერთგულებით ხელდასმული რიჟრაჟების სურნელი გემო სევდიანი მსხვერპლების დუმილის ღამეების ხმა და გადასათოვლი აივნის თოკების სიჩუმეში გაფენილი ჩემი ფიქრების გაყინული ჭეშმარიტება და მინდა ყველა მოძალადეს სათითაოდ ჩავხედო თვალებში გუგებიდან ჩავძრე და სულამდე ჩავაღწიო გავიგო მიზეზები რის გამო ხდებიან მწვალებელი მონსტრები პოტენციური მკვლელები ჩაგვრელები წინ ქალთა დისკრიმინაციით, ბაცილა მავნებლებით, იდიოტებით, გადასატანი ნაზამთრალი შიშებით, ვახო საწეწილი ამბებით და ფსიქიკური აშლილობით სავსე თბილისი და ძალადობის მსხვერპლთა პატრონობა მელოდება. იცი, უკვე აი ძალიან საინტერესოა ხონთ. ფსიქიკური აშლილობის სავსე თბილისი. ძალიან გთხოვთ, ანუ რაც შეეხება ჩასწორებას, მიშას და ნინოს ძველი რადიო მიყავთ. ნუ ახლა აქ ვეღარ ჩავასწორებთ, მაგრამ გადაცემა ჩვენ აფაჩი შემოთემას ეძღვნება თავიდან ბოლომდე და არა ძალიან დიდი მადლობა რომ ამ წიგნში ესე იგი ამ რომანში ჩვენ მოვხვდით, ხო? ხო, კი ბატონო. მესი მადლობა. ხო და აი წერან თქვი რომ რატო ბათუმი თქო. გამინდა რომ გადაცემის აღვამდა. რატო ბათუმი, ხო? საქართველოში არის ძალადობის მსხვერპლთა ძალიან რამდენიმე თავშესაფარი. 6 თუ 7 თავშესაფარია. ესე იგი და არსებობს კიდევ კრიზისული ცენტრები ფუნქციონირებენ, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს დაქვემდებარებაში არიან. და ესე იგი, აი ერთ-ერთი აი სახლი ბათუმში გახსნა აი ამ ქალბატონმა ლელამ, რომელიც ახლა თბილისიდან, ბათუმიდან თბილისში მოდის, რაც წავიკითხე ახლა რადიოს პერსონაჟია რომანია. კი ბატონო და აი იქ გადაამისამართებს ამ გოგოს ექიმიდან გადაამისამართებს, გაიგებს იქ მე ნუ მართლა ძალიან ბევრი ინტრიგა დაუტოვოთ მაშინ მას კითხვას, ხო? საიდან შეხვდებიან ერთმანეთს, როგორ რატო გადაამისამართებს, მე სად არიან ამ გოგოს მშობლები, ხო? ამ გოგოს უკან ხო დგას ოჯახი. ესე ხო არ არის ვიღაცას ხელი მოკიდო და წაიყვანო, მე შენ მინდა გადაგარჩინო, კი ბატონო, მაგრამ უკან ოჯახია, ხო? აი ამ ყველაფერთან საზოგადოება ინსტიტუტი, სადაც სწავლობს ეს გოგონა, ამ ყველაფერთან ხომ უნდა გაასწორო ანგარიშები, ხო უნდა იყო პასუხისმგებელი ინსტიტუტთანაც, მშობლებთანაც, ამ გოგონას ბედთან. ნუ ეს არის სხვისი ცხოვრების, სხვისი სიცოცხლის საკუთარ მხრებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რო ვთქვი. კი ბატონო, აღებული პასუხისმგებლობა. და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება აი ამ თავშესაფარში, რომელშიც რა თქმა უნდა მარტო ეს გოგონა არ არის და ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, ისეთი გოგონები, ისეთი ქალბატონები, რომლებიც არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლები, სახლში რო აღარ დაედგომებათ და გარბიან, არიან სხვათა შორის ცირეწლოვანი გოგონებიც, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლები და აი ასეთ თავშესაფრებში მოხვედრილი. თუმცა მანამდე აი ამ მანამდე კი არა და ეხლაც არ იცის საზოგადოებამ რომ არსებობს თურმე საქართველოში არსებობს აი ასეთი დაწესებულებები და სახლები. და შემდეგ სიუჟეტში იქაც ვითარდება, ხო, მოვლენები? რა თქმა უნდა, იქაც ვითარდება მოვლენები. დაგიკითხებით თქვენის ნებართვით, ეს ვახოა? დიახ, ვახოა. დაგიკითხავთ მე. ძალიან საინტერესოა ფინალი, დასასრული. ფინალი, კი ბატონო, აი ახლა ფინალი მაქვს ზუსტად შენახული და დაგიკითხავთ ამ ფინალს. ზის ახლა თოვლიან ტროტუარზე თოვლით პირთამდე სამყაროში. შენობები ყელამდე თოვლში ჩაფლულებს გვანან. სულიც და მისი ტრაგედიით სავსე ცხოვრებაც სავსეა თოვლით. ათოვს თოვლში ტროტუარზე მჯდარ, მკლავებში თავჩარგულ სინანულის გუნდას. უცხოა მისთვის სამყარო. ახია მასზე. წავა და უკან აღარასდროს მოიხედავს. წავა, გადაიკარგება, ვერავინ გაიგებს მის ასავალ დასავალს.
თითქოს ზეციდან ცას ამდენი თოვლით ვახოსი და ვახოსნაირების ცოდვებით დამძიმებული დედამიწის გაკეთილშობილება უნდა. მერე თავს მაღლას წევს, თითქოს იმედის მომცემი, სიცოცხლესთან დამბრუნებელი რაღაც უნდა რომ დაინახოს, მაგრამ გაოცებული და დაბნეულია. აღარ იყო ქალაქი. თითქოს აბარგებულიყო და სადღაც წასულიყო. ხოლოდ თოვლი იყო ქალაქი. ოი რა კარგია. და როგორც მივხვდი, ანუ ვახომ ინანა და ვახო მთელი აი ეს აღიარა შეცდომა. კი ბატონო მთელი გზა წიგნში რომ ეძებს ყველგან ეძებს და ყველგან სადაც ანუ შესაძლებელია რომ იმ გოგონას კვალში ჩადგეს. რეალურად შეუყვარდა მე როგორც მიხვდა აი ამ დროს მიხვდა რომ ეს უკვე აღარ იყო შურისძიებისთვის ძიება ამ გოგონასი, არამედ მიხვდა რომ უკვე სხვა გრძნობა აქვს, აი რაღაცა მონატრებასავით უნდა რომ ნახოს ეს ადამიანი. ხო, მაგრამ საშინლად დააგვიანდა ვახოს. საშინლად. და ხო, და დაუტოვოთ ეს კითხოს, იმდენად საინტერესო და დაუტოვოთ კითხოს. რა მაინტერესებს. ანუ ეს რეალური ისტორიაზე დაფუძნებული ამბავია, თუ ესე როგორც თქვენ თქვით, რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ისტორია, იცი ძალიან ბევრი წაიკითხეთ და ეს ამოკრებილი არა, აბსოლუტურად არაფერი ამოკრებილი არ საიდან არა მაქვს ნინო. ანუ არა ისტორიები, ხო არის რომ რაღაცა მე მწერალი ლამაზად ამას. ანუ იდეები მე დაგიკითხე. აბსოლუტურად თქვენია ყველაფერი. ჩემია ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფი. ანუ ეს რეალური ისტორია არა. პირველები არ ხართ, ახლა ეს წიგნი უკვე ძალიან ბევრმა წაიკითხა. ისეთი გულშემატკივრები მყავს პირველი მკითხველები, ჩემი მკითხველები ვინც არიან, ჩემს უბანში, ჩემს სახლში, ჩემ კორპუსში ცხოვრობენ ძალიან ბევრი ლექტორები, ქალბატონები, ძალიან ბევრი აი უკვე სამსახური აღარ აქვთ ხნოვანების გამო, წლოვანი ხალხია, ხნიერი ხალხია, მაგრამ აი მთელი ცხოვრება უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში რო არიან და კითხულობენ პირველ რიგში ისინი ჩემ წიგნებს. ყველა მეკითხება მირეკავს და მეკითხეს, ვინ მოგიყვა? საიდან დაწერე? რატო დაწერე? ვინმე მოგიყვა, ვინმეს გადახდა? არავისი ამბავი არ არის. ეს არის აბსოლუტურად მწერლური ფანტაზიის, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. წმინდა წყლის ფანტაზია თავიდან ბოლომდე. თქვენ ეს არაერთხელ გითხოვთ, როდესაც ჩვენ გსტუმრობთ ხოლმე და მე მაინტერესებს თქვენ კალმი წერთ, ხო? კი, კალმით წერ, კალამი და ფურცელი რაღაცა ჩვენი თაობა ზოგადად ესე მიჩვეულია კალამს. ხო, ეთყობა თაობის ბრალიც არის ჩვენ დროს ასე წერდით და მაშინ არ იყო კლავიატურა. იცით რას გეტყვით? შეგაწყვეტინებთ, ანუ როდესაც შემოქმედებით წვაში ხარ, ყოველ შემთხვევაში ხა მე ესე ვარ და აი თქვენც იზიარებთ ხო ჩვენი თაობის ადამიანები, ისე რაღაც ლამაზად იწერება თაბახზე და შემდეგ რა თქმა უნდა ეს მე გადადის შეიძლება აზრი გაგეპაროს და თაბახ კალმით როცა წერთ ხო? ფურცელი და კალამი რაღაცა ისეთი ინტიმურია რაღაცა. აი დიახ აქვს რაღაცა. კი, ურთიერთობაშია შენთან ეს სამკუთხედი იქნება. კი ბატონო. და ხან ისე სწრაფად წერ, იმიტომ რომ ფიქრი არ გამექცე, აზრი არ გამექცეს, რომ მე უყურებ კაცო რა დავწერე, რა ვერ ვარჩევ და კლავიატურაზე მუშაობისას რა თქმა უნდა იქ რაღაცა შეგეშლება, ის უნდა გაჩერდე, ის შეასწორო, მე რა ეს უფრო ცოცხალია, ხო რაღაც ესე ორგანულია, შენ ურთიერთობა გაქვს. ავტომატიცი, აი როდესაც თქვენ სიუჟეტზე მუშაობთ, წინას არ იცით უკვე როგორ დასრულდება თუ ამ წერის პროცესში შეიძლება რამე შეიცვალოს და ანუ იბადება შეიძლება სულაც ახალი გმირი დაიბადოს, რომელიც მთავარი მოქმედი გმირის გვერდით იდგება ამ პირიქით მის საწინააღმდეგო ქმედებით იქნება დაკავებული. ვაიმე რა კაი შეკითხვაა და აი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ძალიან ხშირად როცა წერას ვიწყებ, 1-2 რაღაცის გამოკლებით დანარჩენი ყველა ჩემი წიგნი აი ნოველას როცა ვიწყებ აი დავუშვათ ერთი სიტყვით დავიწყე. გარეთ დავუშვათ პანჯარასთან ვდგავარ და გარეთ ქვეყანა ინგრევა ან რაღაცა დავიწყე ხო რაღაცა წინადადებით.
მე არა მაქვს წინასწარ გათვლილი და ისე ახლა ის მე რო შემოbrunდება საწავა რა იქნება როგორ არა პერსონაჟები როგორ თავისი ჩემოდიან თავისით იბადება ეს ყველაფერი ეს არის რაღაცა აუხსნელი ფენომენი არ ვიცი თავისთავად ხდება თავისთავად არ ვიცი და კიდევ ერთ რამეს ძალიან საინტერესო ამბავია ეს მაგრამ აი როგორც პოეზია ანუ პოეტი წერს და თავისთავად მოდის ლექსი ანუ ეს გმირების პერსონაჟების თავისთავად ჩნდება და კიდევ ერთი შეკითხვა მე-12 წიგნია თქვენი და მე-13 უკვე გზაშია როგორც თქვენ ბრძანეთ და კადრს მიღმა და რამდენი წლის განმავლობაში მოხდა ეს ყველაფერი 5 წელი ხო 5 წელიწად ნახევარში როგორ ასწრებთ ეს მიკვირს ნინო შენ კარგად გახსოვს ჩემი გოგილო ჩემო კარგო და მე ისიც კარგად გახსოვს რომ მე სულ სამწყობოში ვიყავი გოგილოსთან ერთად და აი ეს უძილობა ქრონიკული უძილობა მქონდა საერთოდ ვერ გრძნობდი რომ მე უნდა დამეძინა რომ არ მიძინია და ესა კი აი ვერ გრძნობდი როგორც გინდა ისე გაიგეთ და ეთყობა ეს ჯერ ისევ მაქვს და ღამემუშა კი და აი უკვე რომ შევხედავ საათს და მივხვდები რომ უკვე გვიანია იმიტომ ვიძინებ იმიტომ წვები რომ გვიანია თორე განამეძინება არ მეძინება ციცი ძალიან კარგად მესმის შენი და თქვენ არაერთხელ აღინიშნოთ ეს ფაქტი რომ ეს ერთგვარი ну როგორ გითხრათ და რაც თავარი აი რაღაცნაირად უკვე აუცილებლობაში გადასული ჩვევა თითქოს ხო აუცილებლობაში თავიდან დაწყებული იმისთვის რომ რაღაცა განხარვება მოხდეს თითქოს რაღაც აი მივხვდი ნახემიშა ჩაგიწევი ну ადამიანის ბიორიტმი და ну ზოგადად ბიოლოგია ისეა მოწყობილი რომ ძილი აუცილებელია თუმცა ისე ვთვლი რომ ძილში იმდენი დრო იკარგება ადამიანს რომ არ სჭირდებოდეს მაგრამ საერთოდ არ დავიძინებდი ხო იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რამეა მოსასწრები ისეთი რომ აი თქვენ როდესაც გმირებს იგონებთ დარწმუნებული ვარ რომ ის ისტორიები ერთგვარად თქვენ გცვლით და რაღაცნაირად თქვენვე ეძებთ პასუხს იმ შეკითხვაზე რომელიც ირგვლივ არის და რაღაცა დადებითისკენ ну მკითხველს ბუნებრივია მაგრამ თქვენს იცვლებით თუ არა რა თქმა უნდა ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი შენ არ ახარ შენ აი მე ვცხოვრობ შიგნით იმ პერსონაჟების კი ბატონო მე ვიცი დადებითი რა არის უარყოფითი რა არის როგორ მინდა ვცდილობ რომ აი ჩემს უარყოფით პერსონაჟს დავუშვათ რაღაცა ისეთი გამოუძებნო რომ მკითხველმა არ შეიძულოს რომ ადამიანები წაკითხვის მერე მიხვდნენ რომ აი ეხლა კია დავუშვათ ვიღაცა ცუდი კითხულობს ღმერთო ყველა კარგი ადამიანი ყოფილიყოს ვისურვებდი მაგრამ ხო არის რაღაც თვითონ ეს ხა მე ვიცი ვინ ვარ თქვენიცით ვინც ხართ საკუთარ თავს ვერავინ ვერ გაექცევა ხო აი მკითხველი იქ რაღაცა მომენტში თავის თავს რომ აი ნიუანსებს რომ აღმოაჩენს რომ ის მას ეკუთვნის დაუშვათ აი ის მიხვდეს კი არა და ეცადოს რომ აი ის როგორ ამთავრებს დაუშვათ და აი მე ჩემი ცხოვრებით აი რა შემიქმნია როგორ მიცხოვრია ვისთვის რა სარგებელი მომიტანია ან ღირს ჩემი ცხოვრება დედამიწაზე ან ადამიანად რომ გავჩნდი ეს ადამიანად გაჩენდი 1000 ხო აი ყველაფერზე უთანაგზნობს თქვენ უარყოფით პერსონაჟებს რა თქმა უნდა თანაგზნობა ძალიან დიდი მადლია ქრისტიანი ადამიანის თვისება აუცილებელია თანაგზნობა და ჩემმა ერთ-ერთმა მკითხველმა ბატონმა რომელიც წაიკითხა ჩემი წიგნი მითხრა შევხვდით რომელიღაც ღონისძიებაზე ბრძანდებოდა თვითონაც და მითხრა რომ ესე იგი წავიკითხე წიგნი ну ხა ძალიან მოეწონა და ასე შემდეგ მაგრამ თავარი ყველაზე ის არისო რომ აი შეკითხვა არ მიჩდება უпростоრად ჩემთვის რაც შეკითხვები მიჩდება ყველაფერზე პასუხი გაქვს პასუხი გაქვსო აი იმ წუთში თუ არა რაღაცა მიდიხარ და აი იქ რო შეკითხვა დაგება და აი აგერ პასუხი გვხდება ანუ ძალიან კარგია ესო რა და რა ვიცი თვითონ მე მინდა უთხრა ჩვენ თქვენ პოტენციალურ კითხვას რომელიც ჩვენ გვისმენს
ადამიანს ანუ ეს რომანია დათოვლი იყო ქალაქი და თან მას მოყვება დაუბრებული სივრცეები, ხო? დაუბრებული სივრცეების განყოფილება ქვია. ეს არის სამი ნოველა, არა, ეს არის ორი ნოველა და ერთი პორტრეტი ეკუთვნის მიძღვნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ქალბატონ მაყვალა გონაშვილისადმი მიძღვნილია ეს პორტრეტი. და კაქტუსების დღე? კაქტუსების დღე არის მოქმედება ხდება მთაში და მთიელი ხალხი მოგეხსენებათ როგორი ლაღები არიან, როგორი სუფთები, როგორი მართლები, როგორი ვაშკაცები სულით ხორციანად, ქალიან კაციანად ვაშკაცები არიან მთიელი ხალხი და ახალგაზრდა გოგონა რომელიც ჩასულია ბებოსთან მთაში, იქ გიორგია მისი მეგობარი, ბავშვობის მეგობარი რომელიც იქვე ცხოვრობს და ну, ამათ უყვართ ბავშვობიდან ერთმანეთი. ბაბოსანათა ყავთ. ამ გოგონას ყავს ბაბოსანათა, რომელიც იქ არის ძალიან ლამაზი ესეთი პასაჟები, ტაძარში სანთელს როგორ ანთებენ, იქ მთის ჯვარსალოცავებში როგორი ლოცებია ეს ორი ახალგაზრდა და იძულებულია ეს გოგონა რომ ჩამოვიდეს საქმეები აქვს ქალაქში და რომ ჩამოვიდეს დროებით არის ჩასული და ეშინია ვეღარ იტანს სუნთქვა ეკრის და ძალიან ცუდად არის შუშა ბეტონის ქალაქში რომელიც კაქტუსების ტყეს დანარჩენი მკითხოს დაუტოვოთ ხო კი ბატონო კაქტუსების ტყეს აგონებს ციცი და რაც შეეხება 12 კრებულს და თან 5 წლის განმავლობაში ეს ხო არ არის არც ადვილი და ძალიან საინტერესოა კი მაგრამ აი რომელიმე კრებული არის თუ არა თქვენთვის გამორჩეული საინტერესოა ხო და დროთა განმავლობაში იცვლება თუ არა ზოგადად მიდგომებიც იმიტომ რომ მე ასე ვიცი მწერალი როდესაც ერთ კრებულს ასრულებს იქ წერტილი დაისმება და შემდეგ უკვე იბადება სულ ახალი და მე-13 კრებულის გზაშია ვიცი დავიწყე და აი გამოარჩევდი რომელიმეს ნინო ჩემო კარგო იცი რა მე-13 კრებული გზაშია ეს ისე კი არ არის რაღაცა გეგმა არა დაიბადა ეს უკვე გავშიფრეთ რა ეს თავისთავად არ გასვენებს ადამიანს ახლა იცით აი გინდა და წერ შიგნიდან აი გრძნობ რომ რაღაცა თონესავით ეს არის მწერლობა უნდა ჩააცხო პური თონეში აი ეს არის თითოეული წიგნის დამთავრების შემდეგ აი მე-12-ია ხო ეს და ამის დამთავრების შემდეგაც მაქვს უკმაყოფილობის და ესეთი დაუკმაყოფილებლობის განცდა მაქვს ხო რომ რაღაცა აი უფრო მეტი მინდოდა იქნებოდა საჭირო რომ მე თქვა უფრო ისე უფრო ასე ანუ სულ ძიებაში ხარ წერალი ხარ სულ ძიებაში აი ეს შეგრძნება რაც იმაზე მიანიშნებს რომ წერლური თვალსაზრისით შემოქმედებით თვალსაზრისით იზრდება შენში აი ეს წერლის პიროვნება ხო ეს არის ძალიან დადებითი და კარგი იმიტომ რომ ესე იგი თუ ეს განცდა არა გაქვს ну მაშინ ესე იგი რა ვიცი მე კიდე მომავალ წიგს როდის დაწერ ღმერთმა უწყის საყვარელი გამორჩეული თუ არის რომელიმე ჩემთვის გამორჩეული წიგნები აი ამ ჩემი 12 წიგნიდან არის პირველი რომელიც ჩემი გოგილოს ხსოვნას მიუძღვენი უშენობის ბინდისფერი მისტერიები და მეორე რომელიც ავტობიოგრაფიულია და ქვია დამწვარი სახლის ამბები. და რა კარგად მახსოვს პირველიც და მეორეც. კი ბატონო. ციცი და რაც შეეხება მე-13 კრებულს, ანუ უკვე მოვიდა, ასე ვთქვათ, მუზა მოგაწვა რაც არის, კალამი აიღე ხელში. სათაური მერე, ანუ რო სრულდება რომანი, სათაური მერე იბადება თუ სათაურით იწყებ? და ყოველთვის ძალიან საინტერესოა წიგნის სათაური. არა
აი შეხედეთ ამაში იყო ჩავიფიქრე ის რომ ყოფილიყო თოვლიანი ესე იგი სეზონი რომ მე იქიდან გამოვიტანე ბოლომდე. ანუ ეს დაახლოებით პირველი სიტყვები რომ რაღაცა ინსპირაციას მონახავ იქ მოგცემს რომ აი ეს სათაურად გამოგადგება. მშვენიერი. დაწერ. იცი, დარწმუნებული ვარ, რომ მე-13 კრებული ძალიან საინტერესო იქნება და ის absolუტურად განსხვავებული. მე-13 კრებული 7 ნოემბერს ხვდები 65 წლის და საიუბილეოდ გამოვიტანე. და აი ჩემ დაბადების დღისთვის მინდა რომ დავამთხვიო და ეს არ იქნება არც რომანი, იქნება ნოველები, მოთხრობები, მცირე პროზა პლუს. ძალიან კარგი. რომელიც ასევე იკითხება როგორც დიდი მადლობა. ციცი ძალიან დიდი მადლობა გისურვებ წარმატებებს და მართლაც ის ერთ-ერთი შემოქმედი ხარ, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და აი როგორც მოდი შენობით ხო მეგობრები ვართ მოგმართავ შენმა ერთ-ერთმა მკითხველმა თქვა, ანუ ფაქტიურად ყველა კითხვაზე რომელიც იბადება პასუხი გაცემულია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლოს მოდის შენი მწერლობა მკითხველთან. მადლობა წარმატებები. უღრმესი მადლობა და წარმატებები. მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის. ძალიან დიდი მადლობა.